მანამ დავალებ ის პირობას გაგაცნობდეთ, მანამდე შევხედოთ კოდს, ესე იგი ეს არის კომენტარი, როგორც უკვე ვიცით, ეს არის ცვლადები, რომელიც უკვე წინა სავარჯიშოში გავიგეთ, ესეც კომენტარი, setup ფუნქცია არის შექმნილი და loop ფუნქცია გვაქვს დასაწყერი. ახლა yellow და ready, ესე იგი ორი LED უნდა გქონდეს, ორივე LED უნდა აინთოს მაქსიმალურ სიკაშკაშით, ყვითელი უნდა იყოს სულ მუდმივად კაშკაშა, ანუ მაქსიმალურ სიკაშკაშეზე, ხოლო წითელი ნენელა უნდა შემცირდეს, ანუ სიკაშკაშე უნდა მოაკლდეს ნენელა და შემდეგ როდესაც ეს ჩაქვრება, ამავდროულად ესეც უნდა ჩაქვრეს. კარგი, ეს კოდი ჩვენ შეგვიძლია მოვნიშნოთ, დავაკოპიროთ და გავაგრძელოთ კოდის წერა. ამისათვის ახლა აქ რომ კოდის წერა ზეპირად არ დავიწყოთ, სიმულაციის პროგრამაში გადავიდეთ ხო Tinker's-ზე. აი ეს შევინახოთ, Tinker's დავაჭიროთ და გავხსნათ ახლა ახალი დავალებ. ესე იგი დავაჭირეთ create, ავირჩიეთ წრედები. გადმოვიტანეთ Arduino, გადმოვიტანეთ breadboard-ი, რომელიც ახლა უნდა აგიხსნათ, გადმოვიტანეთ LED 1 და 2 და ამისათვის კიდევ გვჭირდება 2 რეზისტორი, 1 და 2. აი ესენი გვჭირდება. ამას ფერი შევუცვალეთ, აქვე yellow და ახლა breadboard-ი აღხსნათ, breadboard-ი გვეხმარება ჩვენ ამ კომპონენტების უკეთ განლაგებაში და ერთმანეთთან უკეთ დაკავშირებაში. მთავარია უბრალოდ breadboard-ის შიდა წრედი გავიგოთ. ნახეთ, ამათ აქვს პლუსი, მინუსი აქ 1 და პლუსი და მინუსი აქ 2. პლუსთან, როდესაც მივიტანთ, ან ნებისმიერ წერტილთან, როდესაც მივიტანთ მაუსის ისარს, აქ იკეთებს მწვანე ხაზს და თან წრეებს, ხო, წრეწირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ აი ეს წერტილები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მინუსთან თუ მივიტანთ, ესე იგი ეს ჰორიზონტალური ხაზი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. იგივე აქაც, ანუ ეს მინუსის წერტილები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ხოლო ეს პლუსის წერტილები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, მაგრამ აი ეს არ არის დაკავშირებული ამასთან. თუ ასე არ დავაკავშირე კაბელი, თუ ასე კაბელით დავაკავშირე, მაშინ ესეც, ანუ ეს ხაზი უკვე ამ ხაზთან არის დაკავშირებული. ეს არ გვჭირდება, წავშალეთ ახლა. ესე იგი, ეს მინუსი და პლუსი ჰორიზონტალურად არის, ხოლო აქ რაც შეეხება აი ციფრები რომ არის და ასოები A, B, C და 1, 2, 3, ესენი არის ვერტიკალურად დაკავშირებული. ანუ მაუსის ის არის ჩვენ გვეხმარება ამისათვის, რომ გავიგოთ, რომელი წერტილი რომელ წერტილთან არის დაკავშირებული. ანუ ეს წერტილები ერთმანეთთან, ეს წერტილები ერთმანეთთან, მაგრამ ეს წერტილები ზედა წერტილებთან არ არის დაკავშირებული, იმიტომ რომ აქ გამყოფი ხაზი გვაქვს. ესე იგი, ჩვენ თუ შევაერთებთ აქედან ასე მინუსზე და მინუსზე აი ამ ნებისმიერ წერტილზე შევაერთებთ რომელიმე LED-ის მინუს, მაგ შემთხვევაში უკვე წარმოვიდგინეთ, რომ ეს LED შეერთებული გვაქვს აი აქ. ფერი შევუცვალეთ, მაგალითად წამოვიღეთ ეს და ჩავსვით აქ, შეხედეთ ახლა ეს წერტილები ხო ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ანუ ეს LED უკვე ჩავაჯინეთ აი აქ და აქ. მინუს ფეხი შეგვიძლია აქედან წამოვიღოთ და ჩავსვათ აქ, ანუ აი ground-დან წამოვიდა, შევაერთეთ აქ, აქედან წამოვიდა, დავუკავშირეთ ამას, აქედან გადავუკავშირეთ აქ და აქედან შევუერთდა უკვე შიდა წრედით, აი ამ LED-ის მინუს. იგივე გავაკეთოთ ახლა აქაც, მაგრამ სჯობს რომ ეს ავიტანოთ ზევით, ესეც ავიტანოთ ზევით და აი ესენი დავაკავშირეთ რეზისტორით. ანუ ეს ხაზი დავაკავშირეთ ამ ხაზს, ანუ აქ ხომ გამყოფი ხაზი აქვს. და ამ გამყოფ ხაზის ადგილზე ჩავსვათ აი ეს რეზისტორი. რეზისტორი აქვე მივუთითეთ 220 ომი. გადავცვალეთ, ესეც წამოვიღეთ, ჩავსვით აქ, ამასაც მივუთითეთ 220 ომი. ჩამოვშალეთ და ომი ავირჩიეთ, ხოლო კოდი როგორ იყო, ეს კოდი ხომ დავაკოპირე. წამოვედით, კოდი ავირჩიეთ, blocks, text, continue და ჩავაფეისდეთ აქ. ესე იგი yellow უნდა იყოს მე-5 პინზე, ხოლო ready უნდა იყოს მე-6 პინზე. წამოვიღეთ ახლა აქედან ასე. ეს შევაერთეთ მე-6-ში. ფერიც შეგვიძლია შევუცვალოთ და ესეც წამოვიღეთ აქედან და ეს შევაერთეთ უკვე მე-5-ში. აი ასე, ამასაც შევუცვალეთ ფერი. ეს დაგვრჩა, ესეც შევაერთეთ აქ მინუსში და ესე იგი ორივე LED შეერთებული გვაქვს მინუსზე, აქაც და აქაც. ნუ რა თქმა უნდა, ერთი საერთო მინუსი აქვს და
S პლუსი, ანუ ანოდი ფეხი წასულია მე-6 პინზე, Arduino-ს მე-6 პინზე და S პლუსი, ანუ ყვითელის ანოდი წასულია Arduino-ს მე-5 პინზე. ახლა დავალების პირობა ხომ გვახსოვს, ორივე უნდა იყოს თავიდან ანთებული და უნდა მოიკლოს წითელმა ლედმა თანდათან, სიკაშკაშე უნდა მოაკლდეს და როდესაც ჩაქვრება, ამ დროს უნდა ჩაქვრეს S-იც, ანუ ეს მუდმივი 1 სიკაშკაშით უნდა იყოს, ანუ მუდმივად ანთებული უნდა იყოს მანამდე სანამ ეს არ ჩამოვა 0-ზე. პინები განსაზღვრული გვაქვს უკვე, yellow მე-5 პინი, ready მე-6, pin mode-ების დაწერილი გვაქვს. ახლა ვიწყებთ უბრალოდ loop ფუნქციის წერას. ესე იგი, digital-ით დავიწყოთ, digital write WD-100, ჭრილი გავხსენით და yellow უნდა იყოს მაქსიმალურ სიკაშკაშით, ანუ დიდი 100 წერ high-ის, ჭრილი დავხურა წერტილ მძიმე და გადავედი ქვედა ხაზზე. ახლა თუ ჩვენ გვინდა რომ წითელი ამ სიკაშკაშით აინთოს, ანუ რაღაც სიკაშკაშეს ვუწერთ, მაშინ ჩვენ ვიყენებთ analog write. Red და აქ ჩავსვათ brightness value. ასე ბრჭყილი დავხურეთ, წერტილმძიმეც დავსვათ, enter-ს დავაჭირეთ და ეს მდგომარეობა შენარჩუნდეს 9 წამი, ანუ delay. ჭრილი გავხსენით 500 მილიწამი, წერტილმძიმე ჩამოვედით ქვევით და შემდეგ უკვე უნდა დავწეროთ, რომ brightness value შემცირდეს, ანუ brightness value მინუს უდრის 50 წერტილმძიმე. აი ასე. ამ შემთხვევაში ახლა ეს დაიწყებს მოკლებას brightness value, ნელ-ნელა მოაკლდება, შემდეგ ტინკერზე აქ გამოჩნდება, რომ ისევ დასაწყისში 250 იქნება, მაგრამ აი ისევ დასაწყისში იქნება. მაგრამ იდეაში პრაქტიკაში ეს brightness value გადავა მინუსებში. ახლა რაც შეეხება აი ამას ეს არ ქვრება. Stops დავაჭიროთ, ამიტომ სწორი კოდი რომ დავწეროთ ეს უნდა დავაკოპიროთ, ჩავსვათ აქ. ესე იგი აქ brightness value უკვე გახდა 200 და აქ უკვე აინთო 200-ით. შემდეგ კიდე ჩავაფეისტეთ, აქ უკვე brightness value გახდა 150 და აქ აინთო 150-ით. აქ უკვე brightness value გახდა 100 და აქ აინთო 100-ით. აქ უკვე brightness value გახდა 50 და აქ აინთო 50-ით. ხოლო რაც შეეხება ქვევით, ახლა კიდევ ეგ რომ დავწერო. კიდევ ასე რომ დავწერო, აქ უკვე 0 არის, ხო? აი მოდი მივყვეთ დასაწყისში. თავიდან ხომ არის 250. აქ აინთო 250-ით და აქ გახდა უკვე 200. აქ აინთო 200-ით და აქ გახდა უკვე 150. აქ აინთო 150-ით და აქ გახდა უკვე 100. აქ აინთო 100-ით და აქ გახდა უკვე 50. აქ აინთო 50 და აქ გახდა brightness value უკვე 0-ის ტოლი. ახლა ორივე უნდა ავანთო 0-ით, ანუ ორივე უნდა ჩავაქრო იდეაში, იმიტომ რომ 0-ით ანთება ნიშნავს რომ ჩამქრალი იყოს. ესე იგი აქ უკვე წერ მე digital write ორივეზე. digital write წერ ორივეზე, ან შეგვიძლია analog write დავწეროთ ისევ red-ზე და 0 დავწეროთ, ან brightness value დავუწეროთ ისევ, მაგრამ digital write yellow მძიმე და low, იმიტომ რომ ჩამქრალი უნდა იყოს წერტილ მძიმე და digital write red მძიმე low, ჭრილი დავხურეთ წერტილ მძიმე და ეს პოზიცია შენარჩუნდეს. ეს პოზიცია შენარჩუნდეს 1 წამით უნდა შენარჩუნდეს. წერტილ მძიმე. და შემდეგ უკვე აქ ხო 0 არის brightness value. როდესაც ამ კოდი შესრულდება დასრულდება, brightness value ისე უნდა გავხადო 250. brightness value მოდი ისევ დავაკოპირეთ, აქ ჩავსვით და brightness value უდრის 250 და წერტილ მძიმე. Start დავაჭიროთ. ტიპკი. Start-ი. და აი ნახეთ, წამოვიდა, ორივე ჩაქვრა და ორივე მისევ დაიწყო
თავიდან ჩაქრა ორივე, ისევ დაიწყო თავიდან. Stop-ს დავაჭიროთ, მოვნიშნოთ Ctrl-A, Ctrl-C, გადმოვედით აქ, აქაც მოვნიშნოთ და მთლიანად ჩავაფეისტებ. 13 continuous დავაჭირეთ.